მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი არხის მსმენელმა ძალიან საინტერესო თემაში მომთავაზა, ასევე ძალიან საჭიროც, რა თქმა უნდა, ამის დიაგნოსტირება ამ თემის მოგცემთ თქვენ იმ ინფორმაციას, რომ გაიგოთ, არის თუ არა თქვენზე ამ მომენტში რაიმე ტიპის ენერგეტიკული ქურდობა, რაც რა თქმა უნდა საკმაოდ გავრცელებული ფორმაა ქურდობის ჩვენს ყოველდღიურობაში. ადამიანები შესაძლებელია იპარავდნენ ნებისმიერ ენერგოპოტენციალს და მოდით ვნახოთ, არის თუ არა თქვენზე ამ ეტაპზე ასეთი ქურდობა ხორციელდება თუ არა. ვნახოთ. მაშასადამე. არის თუ არა ენერგეტიკული ქურდობა ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე და ვარიანტი მესამე. იცოდეთ. მეორე და მესამე. აი ესე. სამივე ვარიანტი კარგად ჩანს. პირველი ვარიანტი იქნება მწვანე ავანტიურინი, მეორე ვარიანტი იქნება ლაბრადორიტი და მესამე ვარიანტი იქნება წითელი იასპი. ახლა კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს, პირველ რიგში დახუჭეთ თვალები და დაუსვით კითხვა სამყაროს. არის თუ არა ახლა ჩემზე ენერგეტიკული ქურდობა, ვინმე მპარავს თუ არა ენერგიას და როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი ვარიანტი, თქვენი მინერალი მომენტალურად მიიწებებს თქვენს მზერას და ამით მიხვდებით, რომ სხვა ვარიანტში არ არის ის ინფორმაცია, რაც ამ კონკრეტულ ვარიანტის მოსმენისას მიიღებთ. ძალიან კარგი. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. მწვანე ავანტიურინი არის თუ არა ენერგეტიკული ქურდობა თქვენზე. ახლა პირდაპირ ამოვიდა ენერგეტიკული ქურდობის არკანი. დიახ. თქვენზე არის ენერგეტიკული ქურდობა. მოდით ვნახოთ, ვისგან არის ეს ენერგეტიკული ქურდობა. ვისგან არის ეს ენერგეტიკული ქურდობა. სამწუხაროდ ეს ენერგეტიკული ქურდობა უმეტესწილად ეს არის ძალიან თქვენთვის ახლობელი ადამიანისგან, ეს არის მამაკაცი. ეს შესაძლებელია იყოს ოჯახის წევრიც, მამაც, მეუღლეც, ძმა, მოკლედ ადამიანი, რომელსაც თქვენ ძალიან ახლობლად და ძალიან ესე ოჯახის წევრად აღიქვამთ, ან არის ოჯახის წევრი ადამიანი და მოდით ვნახოთ, რაში გამოიხატება მისი ენერგეტიკული ქურდობა. რაში გამოიხატება თქვენი მისი ენერგეტიკული ქურდობა თქვენთან მისამართით, თქვენი მისამართით. საინტერესოა. ნახეთ, ადამიანი ძალიან თრგუნავს თქვენში, თქვენს შემოქმედებით ენერგიას და თქვენს პოტენციალს. ადამიანი მუდმივად გამყოფებთ ეჭვებში, ადამიანი მუდმივად გამყოფებთ, თუმცა არ გამოურიცხავ პირველი ვარიანტი, რომ ეს შესაძლებელია არ იყოს მაინც და მაინც ოჯახის წევრი, მაგრამ თქვენთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყოს, ანუ ეს ადამიანი თქვენთან არის ძალიან ახლოს. ესეც შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ნეგატიური აქ ის არის, რომ ადამიანი საკუთარ, ანუ ძალიან ესეთი შფოთვითი ენერგია მოდის, როდესაც თქვენს ვარიანტს უყურებ. ადამიანს თქვენს ცხოვრებაში შემოაქვს მოუსვენრობა, შფოთვა, საკუთარ თავში, როდესაც არ არის ადამიანი დარწმუნებული, ხო, ანუ თვითშეფასებას გიგდებთ თითქოს ადამიანი. კიდევ რა მიაქვს, ხო, თქვენგან ენერგეტიკულად როგორ ქურდობს, ხო? მიაქვს თქვენგან ინსენს, არ ვიცი როგორ გითხრათ ეს. მიაქვს თქვენი ბავშვური, დადებითი ემოციები და ენერგიები, გულწრფელობა მიაქვს თქვენი. ნახეთ, თქვენ შეიძლება იყოთ ამ ადამიანის მიმართ ძალიან გულწრფელი, გულღია, ძალიან გაახსნელი, ძალიან ემპათიური და ადამიანს მიაქვს ეს ყველაფერი თქვენგან. ნახეთ, ადამიანი არ ქურდობს თქვენზე მაგიურად, პირდაპირ გეტყვით, მაგრამ ადამიანი ქურდობს თქვენზე ენერგეტიკულად. და ადამიანი ხაპავს ამ ენერგიას, იღებს ამ ენერგიას, თვითონ ძლიერდება, მაგრამ ნახეთ, დააკვირდით რა, ურთიერთობის მერე, ადამიანთან კომუნიკაციის მერე როგორ გრძნობთ თავს. თქვა თუ ეს არის ოჯახის წევრი, დააკვირდით თქვენი სხეულის ენას.
ასეთ დროს სხეული ყველანაირად გაგრძნობინებთ, რომ არ უნდა სახლში მისვლა, არ უნდა ამ ადამიანთან კომუნიკაცია, ხო? შეიძლება იყოს მთქნარება, დაღლილობის შეგრძნება და ასე შემდეგ. მოусმინეთ თქვენს ორგანიზმს, მოусმინეთ თქვენს სხეულს და მოусმინეთ თქვენს ენერგიებს, იმიტომ რომ აქ საბოლოო ჯამში ადამიანი საკმაოდ ძლიერად უკეთებს თქვენს ენერგიას პარალიზებას ამ ნაწილში და საკმაოდ ინტენსიური არის ქურდობა სამწუხაროდ. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, ველოდები კომენტარებს, მაინტერესებს, ამოიცანით თუ არა ის ადამიანი, ვიზაც ახლა მე თქვენ გესაუბრეთ და ხვდებით თუ არა რაზე არის საუბარი. ვარიანტი მეორე. ლაბრადორიტი არის თუ არა ენერგეტიკული ქურდობა თქვენზე ახლა, ქურდავთ თუ არა ვინმე ენერგეტიკულად, მოდით ვნახოთ. არკანი იეროფანტი. არა, შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ დაცულ ადამიანს უყურებ, რომელსაც თავისი ცხოვრებისეული ღირებულებები, ფასეულობები აქვს საკმაოდ მკაცრად და საკმაოდ ჩარჩოში ჩამოყალიბებული ყველაფერი, ანუ აქ ჩანს საკმაოდ დიდი საზღვრები და პირიქით მე შემიძლია გითხრათ, რომ აქეთ თქვენ შეიძლება იყოთ ის ადამიანი, რომელიც განენერგიას ართმევს სხვა ადამიანებს, არა, რომელსაც შეუძლია რომ ასწავლოს, გაუზიაროს, მაგალითად გაუზიაროს გამოცდილება, მისცეს მიმართულება, ხო? იმიტომ რომ აქ ჩანს თქვენი საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკა ამ ნაწილში. თქვენი მორევა, ასე და შემოპარვა და ქურდობა ეს საკმაოდ რთული ამბავია, ხო? მაგრამ მოდით მაინც კიდევ დავსვამ ამ შეკითხვას. არის თუ არა ენერგეტიკული ქურდობა თქვენზე? ახლა მეორე ვარიანტი. არკანი განდეგილი, ორი უფროსი არკანი ამოვიდა და ცხრიანების თასები. არა, ჩემო კარგოთ, არ გაქვთ ენერგეტიკული ქურდობა. ხართ ძლიერი ადამიანი, სამყაროს ფილოსოფიურად უყურებთ, ძალიან ბევრი რაღაცა დაამუშავეთ თქვენს თავში, მაქსიმალურად ცდილობთ, რომ საკუთარი კომფორტის ზონაც რაღაც მხრივ და საკუთარი საზღვრები არავისედ მეტად არ გადმოალახინოთ. პირიქით შემიძლია გითხრათ, რომ თქვენზე ამბობენ, რომ ეს არის სადღაც მარტოსული, ინტროვერტი ადამიანი, ინტროვერტი ადამიანი, ხო, ადამიანი, რომელიც თავის სამყაროში, ადამიანი, რომელიც მარტივად არ უშვებს სხვა ადამიანებს, ხო, თავის სამყაროში. კი, ბევრ ადამიანს შესაძლებელია აინტერესებდეს რა ხდება თქვენ სამყაროში, მაგრამ თქვენი სამყარო, თქვენი დაცულობა ენერგეტიკული საკმაოდ მაღალი, ამიტომ მხოლოდ თქვენ თუ შემოუშვებთ პარაზიტებს თქვენს ცხოვრებაში და მიცემთ ენერგიას, თუმცა მიმაჩნია, რომ აქ უკვე იმდენად გაიზარდეთ და ბევრი ნახეთ და ბევრი გაიგეთ ცხოვრებაში, რომ ამას აღარ დაუშვებთ, ხო, ალბათ ეს მარტივად. მთლიანობაში არანაირი ენერგეტიკული პარაზიტობა თქვენზე არ არის, არანაირი ქურდობა თქვენზე არ არის, შემიძლია გითხრათ, პირიქით, ცხრიანების თასები მაჩვენებს იმას, რომ თუ კი რაიმე რთულ პერიოდებს გადიხართ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის რაღაცნაირად თქვენ ის რომ ვიღაცამ გაგქურდათ, ან რაღაცა მოგპარათ, რაღაცა წაგართოთ ენერგეტიკულად. არა, ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ მარტივი ცხოვრება ნამდვილად არ გაქვთ, ჩანს ეს ყველაფერი, არც გავლილი გაქვთ მარტივი ცხოვრება, ყველაფერი გეძლევათ, მოდი ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტად თქვენი გაძლიერებისთვის, კიდევ უფრო მეტად თქვენი სტრუქტურის და ენერგოინფორმაციული პოტენციალის გაზრდისთვის, ხომ, რაც ზრდა ყოველთვის მტკინვეული პროცესია ძირითად შემთხვევაში და არასოდეს არ არის კომფორტული და ჰარმონიული. ასე რომ, თუ კი რაღაც სიტუაციებში განიცდით ხოლმე დისკომფორტს, სირთულეს, სულიერ რაღაც სიმძიმეს, ხომ, იცოდეთ, რომ ეს არ მოდის ქურდობიდან, ეს მოდის იქიდან, რომ თქვენი ცნობიერი იზრდება, თქვენ ახალ ეტაპზე გადიხართ და ეს არის ერთგვარი წინამორბედი, ვთქვათ, სიტუაცია, როდესაც ეს ყველაფერი თქვენ გაჩვენებთ იმას, რომ იცვლით ტყავს, როგორც იტყვიან, იზრდებით ძველი ტყავიდან და გამოდიხართ განახლებული, გაზრდილი და კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული თქვენი ძველი ვერსიისგან, ასე რომ აქ არანაირი ენერგეტიკული ქურდობა თქვენზე არ არის. დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი და
და მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი. არის თუ არა თქვენზე ენერგეტიკული ქურდობა? არა, წითელი იასპი. გაქვთ თუ არა ქურდობა ახლა? პენტაკლების ტუზი. არა, თქვენზე ამჟამად არანაირი ქურდობა არ არის, უფრო მეცაც გეტყვით. თქვენზე ძალიან კარგად მუშაობს ამულეტები, თილისმები, სამკაულები, განსაკუთრებით პენტაგრამი, პენტაკლის, რა თქმა უნდა, ფორმაში. შესაძლებელია ეს იყოს უბრალოდ მრგვალი რაიმე ესეთი მედალიონი, რომელსაც რაიმე ნატურალური ქვა უზის და ვთქვათ, კარგი დამცავია თქვენთვის, ხო? ძალიან კარგად გიცავთ ყველაფერი, რასაც ესეთი მრგვალი ფორმა აქვს, ხო? შეგიძლიათ ვთქვათ, ეს იყოს სამაჯურიც, რა თქმა უნდა, ბურთულები ხომ მრგვალია. ყელსაბამები სხვადასხვა ვთქვათ, სიგილებითა თუ სხვადასხვა სიმბოლიზმით დატვირთული. მაგრამ მთლიანობაში ახლა ამ ეტაპზე არ ჩანს არანაირი ენერგეტიკული ქურდობა, პირიქით. მთლიანი ხართ, გამთლიანებული ხართ და თქვენს ენერგიაზე ამ ეტაპისთვის არანაირი თავდასხმა არ არის, მაგრამ მოდით მაინც ჩავყვეთ, არის თუ არა თქვენზე ენერგეტიკული ქურდობა ახლა. სამიანების ხმლები, ხუთიანების ხმლები, ორიანების კვერთხები, არკანი კოშკი. ძალიან დიდი სტრესი გაიარეთ შესაძლებელია ახლო წარსულში. ძალიან დიდი გულისტკენა გაიარეთ შესაძლოა ახლო წარსულში. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც თუ კი ვინმეს მისცემს თავის ენერგიას, მისცემს თავისი კეთილი ნებით. ხო, ნახეთ, თქვენ ხართ ძალიან მგრძნობიარე ადამიანი, თქვენ ხართ ძალიან ემოციური ადამიანი და რა თქმა უნდა, ვინ და შეუძლია საყვარელმა ადამიანმა, მეგობარმა, ოჯახის წევრმა გამოგიყვანოს ესე მწყობილებიდან, რომ დაკარგო, რა თქმა უნდა, შენი ენერგია, მაგრამ მე აქ არ მაჩვენებს, რომ ვინმე ამას შესაძლებელია პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, რაღაცა გამიზნულად აკეთებდეს. ხო, შეიძლება უბრალოდ რაღაცა პერიოდი გაიარეთ რთული, გული დაგწყდათ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში, ხო, ანუ ფიქრობთ, რომ ვინმე რომელიღაცა ესეთი თქვენთვის ახლობელი ადამიანი უსამართლოდ მოგექცათ, ხო, რაღაცნაირად და დაკარგეთ ერთგვარი ბალანსი, ხო, მაგრამ მთლიანობაში გეტყვით იმას, რომ თუ კი თქვენ ცხოვრებაში იყო ასეთი ეტაპი, ან გადიხართ ახლა ამ ეტაპს, ეს არ არის ენერგეტიკული ქურდობა, ეს არის პირიქით გზების გაწმენდა განთავისუფლება, ხო? რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი რეალობიდან წავა ყველაფერი ზედმეტი, თქვენ ბევრ რამეზე აგეხილებათ თვალები და თქვენი რეალობიდან გადაუხევს ყველა ის ადამიანი, ყველა ის რეალობა, რომელიც თქვენთვის არ იყო ასე ვთქვათ, კარგის მომტანი, ხო, რომელიც გაფერხებდათ, გაჩერებდათ, გარკვეული კონფლიქტები და გარკვეული სირთულეები აუცილებლად გაჩვენებთ ვინ არის, ხო? მთავარია, რომ იგივე შეცდომები არ დაუშვათ და ვთქვათ, იგივე ადამიანები ისევ არატრიალოთ თქვენს რეალობაში და რაღაცნაირად შეეცადოთ, რომ გააკეთოთ სწორი და ადეკვატური დასკვნები. სხვა შემთხვევაში, აქ ხშირად ატარებთ, რაც ზემოთ გითხარით, დამცავი სამკაულები, ქვები და ასე შემდეგ. ეს ძალიან კარგად გიცავთ, ძალიან კარგად ავლენს ადამიანებს თქვენს რეალობაში და კიდევ ერთხელ განმეორდები, თუ ახლა გაქვთ რთული პერიოდი, იცოდეთ, რომ ეს უფრო მეტად ერთგვარი წყლის ზედაპირზე ამოტანას ნიშნავს, გარკვეული ნეგატივისა, გარკვეული, მოდესე ვთქვათ, ქაქებისა, რომელიც უნდა დაგენახათ, სადღაც უნდა გტკენოდათ ალბათ, სადღაც უნდა დაგწყვეტოდათ გული იმისთვის, რომ სწორი და ადეკვატური, ვთქვათ, გადაწყვეტილება მიგიღოთ კონკრეტულ ადამიანსა თუ სიტუაციასთან დაკავშირებით, ასე რომ ეს არის ერთგვარი ცხოვრებისეული პროცესი, რომელსაც თქვენ ახლა გადიხართ. პრინციპში ენერგეტიკული ქურდობა მხოლოდ ერთ ვარიანტზე დავინახეთ და ეს იყო პირველი ვარიანტი, სადაც აი პირდაპირ ყვიროდა ენერგეტიკული ქურდი, რომ აქ ვარ და აი ჩამიფიქრეთო. აგზივარ პირველ ვარიანტში. ასე რომ აი ეს არის ჩემი ძვირფასება, ჩემი პასუხი თქვენს დიაგნოსტიკაზე, ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს დიდი სიყვარულით.